წმინდა თეოდორე სტუდიელი მეორე კვირის ხუთშაბათს, რათა არ აღმოვაცენოთ ვნებათა ეკლები და სარეველა, არამედ სათნოებათა მტევნები მოვიმკოთ. გვაკურთხე მამაო. ძმებო და მამებო, რა ვთქვან და რას ვიტყვით ყოველდღე ახალ წმინდანებზე, რაც უკვე ითქვა. მათსავე ნათქვამს მოგახსენებთ, რათა ვისწავლოთ რა არის უმჯობესი. მოდით დღესაც გაუწყებთ რაიმე მცირედს თუ გსურთ, რომ ხორციელიდან სულიერისკენ მივმართოთ ჩვენი სიტყვა. რადგან როგორც ვენახში რთulis ჟამს ნაყოფით დახუნძლული ვაზი სიხარულისა და კურთხევის მიზეზი ხდება მშრომელისთვის, ხოლო უნაყოფო მწუხარებისა და ურვისა ასევეა ჩვენი მოღვაწეობის დროსაც, რადგან უფლის ვენახად ვიწოდებით. განა არ გახსოვთ ის საგალობელი სქემით შემოსისას რო ვგალობთ. უფალო, გარდა მოიხედე ზეციდან, შეხედე ამ ვენახს და დაამტკიცე, რომელიც შენმა მარჯვენამ დარგო. და კიდე უფალი სახარებაში რომ ამბობს, მე ვარ ვენახი, თქვენ რტოები, ვინც ჩემთან იქნება, მე კი მასთან, ის მრავალ ნაყოფს მიიღებს, რადგან ჩემ გარეშე არაფრის ყოფნა ძალგიცთ. მას დავრჩეთ ძმებო ჩვენ კეთილ მეფესთან, როგორც მის მიერ გაშენებული ვენახის ნიმუში და მივართვათ მას სათნოების მტევნები, განსაკუთრებით ამ მარხვის ჟამს, რათა მან გვაკურთხოს. ნუ მოვიმკით ვნებათა ეკლებსა და სარეველას, რათა არ დავისაჯოთ სიტყვებით. ყოველ ხეს, რომელსაც კარგი ნაყოფი არ მოაქვს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ასია მარადისობაში, რომელშიც ჩავცვიდნენ უკეთურების მოქმედნი და აღთქმის შეურაცხმყოფლები, რომლებმაც სული და ხორცი გახრწნეს. როგორც დაწერილია, ისინი არიან ქარისგან მიტაცებული მოურწყავი ღრუბლები, ზამთრის უნაყოფო ხეები, ორგზის მომკვდარნი და ძირიანად აღმოფხრილნი, ზღვის გამძვინვარებული ტალღები, თავიანთ უკეთურებას ირგვლივ რომ აფრქვევენ, ცდომილი ვარსკვლავები სიბნელის წუდიათში მარადიულად რომ დაიმარხნენ. ამისთვის ღაღადებს მოციქული, გაეკეცით სიძვას. და ასევე ყოველი ცოდვა, რომელსაც ადამიანის ჩადის სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის წინააღმდეგ სცოდავს. ანდა ნუ თუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში სული წმინდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით, ვინაიდან ფასით ხართ ნაყიდნი. არა გრცხვენიათ ცისა და მიწისა, რომლებიც ქრისტეს პატიოსანი სისხლით ხართ გამოსყიდულები და კვლავ უკან ბრუნდებით. არც თქვენი თავისა გერიდებად გარეგნულად წმინდანებს რომ გავხართ, ხოლო შინაგანად ყოველგვარი უკეთურებით ხართ სავსენი. სადამდე ვიკოჭლებთ ორივე ფეხით, სანამდე არ დავადგებით საერთო გზას. დაწერილია, ვაი მათ, რომლებიც ორივე გზით დადიან. ეს ნიშნავს გზას სიბოროტისა და სათნოებებისა, რომლებიც ერთმანეთს არ შეესაბამება, რადგან არც ერთია გონიერი მონა, რომელიც ოდესღაც თავის ბატონსაც ემსახურებოდა და თავის მტერსაც. ჰოი შვილებო, მთლიანად შევწიროთ ჩვენი თავი უფალს, რათა შევძლოთ საღვთო ცხოვრებასთან მიახლება. ამ ხილულ სამყაროში მყოფნი, ნუ მოვიქცევით როგორც პირუტყვები, არამედ სულიერი თვალებით ზეციური სიკეთე გამჭვრიტოთ. ჩვენი სმენა გამხრწნელიდან უხრწნელისკენ მივმართოთ, დამღუპველიდან დაუღუპავის სიკეთისკენ ვიმზიროთ. ნუ მივიღებთ ბრძენი და ბოროტი მკურნალისგან უკეთური აზრების დამღუპველ წამალს. არამედ როცა ის ჩვენში სურვილს,
ანდა სხვა რაიმე ბოროტებას დათესავს, მყისიერად გამდევნოთ ის ლოცვით, ვედრებით, ცრემლით და სინანულით, რადგან ასეთია უხილავი ბრძოლა, ასეთი გამოუთქმელია ღვაწლი. ახლა კი ხორციელი მებრძოლების მსგავსად სულის მდუღარებით ვძლიოთ უხილავ მტრებს და მივემსგავსოთ დაჭრილებს, რომლებიც იმედს არ კარგავენ და არ გარბიან. ასევე ჩვენც თუნც მრავალჯერ დავიჭრებით, ნუ დავბრკოლდებით, ნურც გავიქცევით, არამედ ღვთის შეწევნით გავძლიერდეთ, მოვითმინოთ და კვლავ ვიბრძოლოთ. ამისთვის დავშვერი, ჩემო ძმებო, გევედრებით და კვლავ გეტყვით, სულმოკლეობა ნუ გძლევთ, არ გაზარმაცდეთ, გამხიარულდეთ გამარჯვებულთა გამო, ხოლო ვიგლოვოთ დაბრკოლებულთათვის. ჩვენ ყველა კეთილად ვიღწვით, მოთმინებით აღვავლეთ ფსალმუნებს, ვლოცულობთ თუ მსახურობთ, მორჩილებასა და თავმდაბლობას ვიჩენთ. მშვიდობის ღმერთი იყოს ჩვენთან, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის დიდება და სიმტკიცე მარადიულია. ამინ.